აჭარისწყალი ჯორჯიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება დაიწყო. მათ შუახევი ჰესის მშენებლობის დაწყებამდე აჭარის სატყეო სააგენტოს სახელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც სამშენებლო მოედნის მოწყობის დროს მოჭრილი ხეების ადგილი უნდა გაემწვანებინათ. კომპანიის წარმომადგენლებმა 1184 კვადრატული მეტრი მიწის მონაკვეთზე მოჭრილი 30 ძირი კოლხური მუხის ნაცვლად 300 ძირი კოლხური მუხა დაგეს. დღეს ვიმყოფებით აჭარისწყალი ჯორჯიას ადგილობრივი სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილ ერთობლივ აქციაზე. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს აჭარისწყალ ჯორჯიას. ამ შემთხვევაში მუშავდება უკვე ატლიანი მონიტორინგის გეგმა, რომელიც სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდგომ გააკონტროლებს ყველა იმ ხის გახარების პროცესს, რომლის დარგვის ვალდებულება აღებული ექნება ჩვენს კომპანიას. პროგრამა გაგრძელდება 10 წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია აჭარისწყალი ჯორჯია კისულიოს ვალდებულებას, რომ ამ ფართობს დაენიშნება მოვლელი, იყვანილი იქნება მის გახარებაზე, მოვლაზე, დაცვაზე იზრუნებს მათ მიერ გამოყოფილი მოვლელი. დღევანდელი აქცია ეძღვნება მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმით განსაზღვრული სამოქმედო გეგმების განხორციელებას. ეს გახლავთ ბუნებიდან ამოღებული ყოველი ერთი ძირი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის ნაცვლად 10 იგივე სახეობის მცენარის დარგვა.